მოდი ნანუკა ჩავთოთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც ვირთევზის მომზადებას შეგვპირდა. თევზის სახეობაა ნანუკა, ეს ვირთევზა მართლა არსებობს თუ ისე გაიხუმრა? არა, თევზის სახეობაა. დილამშვიდობის ჩელიანი კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც აიხლა ამ წამს შემოგვიერთდა ჩვენ კომპლექს ხალხში ვიმყოფებით და მის ერთ-ერთ დარბაზ ტიფლიში. არაჩვეულებრივი მინდა რომ აჩვენო ჩვენს მაყურებელს კაპო გთხოვ, არაჩვეულებრივი თევზის მრავალსახეობა გვაქვს. ვირთევზა რომელია? ვიმზადებ სულ ცოტა ხანში. ვირთევზის სტეიკი არის ეს კაპო, მოდი ვაჩვენოთ თუ შეიძლება. სტეიკი, ანუ ესე ვერ ვნახავ. ეს დაჭრილი ვირთევზა. არა, ესე ვერ. აქ არის კიდე ძალიან კარგი ხელოვნური ქუჩა, ასე რომ ვისაც ფეხბურთი უყვარს, სოფლიო ჩემპიონატს შეუძლია უყუროთ, იმიტომ რომ 12 ივნისიდან იწყება სოფლიო ჩემპიონატი. მე ჩემს მინდა უთხრა, რომ ეს ვირთევზა მე უთხარი ნანუკას, რომ ვითომ არის კახური კერძი და რა თქმა უნდა, ამან დაიჯერა, რომ ეს ალაზანში იჭირებოდა და რაღაც ამ დროს არის ოკეანის, წყნარი ოკეანის და ატლანტისა და წყნარ ოკეანეში. ყვილებით ცოდნია რომას. მოდი ნინოს კი იცის კარგი ეს მოდი ახლა გითხარით ნინო ეს რა თევზია და რას გავაკეთებ? ეს არის კამბალას ოჯახიდან ეს თევზი, აქ მზა გვიდევს უკვე, აქ კიდე ლემონსოლი. ლემონსოლი ასეთი სახელწოდების თევზია და რას მომამზადებთ მისგან? ლემონსოლი უკვე გამზადებული გვაქვს. ეს არის მზად, ხო? მზადია, შემწვარია და შემდეგ გამომცხვარი. ჯერ იწება და შემდეგ კვლავ უნდა გამოვაცხო. ხში ცოტა ხნით ვაცხობთ შემდეგ. შეწვის დროს ემატება ღვინო და ძალიან ამას უკვე დამატებული აქვს ღვინო, რა თქმა უნდა, შეწვის დროს. გარნირი გვექნება ბოსტნეული, იმიტომ რომ ჩვენ მივდევთ ჩამრთელ კვებას და ვცდილობთ ყველაფერი ჩამრთელი გავაკეთოთ. და საუსი ექნება ტარხუნის და ნახების. საუს ერთად მოვამზადებთ. კარგით, მოდი რომასთან გადავმინაცრებ. ჩვენ შეგვიძლია მანამდე რომ რას ეს არის ვირთევზა სტეიკი, რომელიც უკვე შემწვარია ასევე, მომზადებული დროის სიმცირის გამო. ჩვენ ახლა ამას დავუმატებთ მოთუშულ ბოსტნეულს და მოვამზადებთ მოთუშულ ბოსტნეულში რა შედის, მოდი გითხარი. აი როგორც ჩანს კადრში, ეს არის ბულგარული ციცაკა, ეს არის ყვავილოვანი კომბოსტო, ეს არის სოკო, ყაბაყი და ბულგარული პომიდორი. დიახ. ეს ძალიან უხდება ამას. ახლა მე მოვამზადებ соуს. ანუ соусისთვის ჩვენ დაგვჭირდება კარაქი. ეს არის კარაქის სურნელოვანი соуსი, ასე ქვია. საინტერესო соуსი იქ. ტაფაში ჩავყრით კარაქს, დიახ. ამისთვის აუცილებელია კიდე ცოტაოდენი ნიორი. დავნაყოთ, ხო? წვრილად, რაც შეიძლება წვრილად რო დაიჭრას ეს. და ვათავსებთ ამას ტაფაზე. მცირე რაოდენობით არ არის ბევრი საჭირო. ერთი კვილი ნიორი საკმარისია. საკმარისია, დიახ. და ასევე კამა. კამა გვაქვს წარმოდგენილი. აგერ, დიახ. კამა ცოტა ალბათ. სანამ მე ამას დავჭრი, იქნებ ქალბატონმა ნინომ соуსი. კარგი, მოდი соуსი მოვამზადოთ ლემონსოლისთვის, ხო? ეს არის თევზი ლემონსოლი. რა გვჭირდება? ნაღები გვჭირდება ამისთვის, მაღალპროცენტიანი აუცილებლად. მარილი პილპილი, რა თქმა უნდა. ნაღები დაახლოებით რამდენი გვჭირდება? აი ამ ზომის ლემონსოლი. ეს ერთი პერსონისთვის არის განკუთვნილი და ერთ პერსონას დაახლოებით 100 გრამი, ცოტა მეტია, 100 გრამი ჭირდება соуსი. ეს ძალიან დიდი თევზია ერთი ადამიანისთვის, მაგრამ ისაც თევზი გიყვარდა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება. მოდით გავაკეთოთ ეს соуსი. დავუმატოთ მარილი და პილპილი. და მზად არის დაახლოებით, ხო? ჩვენ რამე ემატება თუ არა ამას? ნაღები და ტარხუნა კიდე. ნაღები, ტარხუნა, მარილი, პილპილი და მზად არის ჩვენი соуსი. მანამდე რომასთან გადავინაცვლებ, რომ აბა რა ხდება შენთან. მე დავიწყე კი გაფორმება, უკვე აი ესნაირად, ანუ ეს მოთუშული ბოსტნეული მოუწყე. ძალიან გემრიელი გარნირი იქნება ამ ვირთევზასთვის და ასევე მინდა აღვნიშნო. ასევე соусისთვის დიახ ეს კამა დავჭერით ესე წვრილად, რაც შეიძლება წვრილად უნდა. მარტო კამა უნდა, რა თქმა უნდა, მწვანილებისგან, როგორც გავიგეთ ამ არაქი, ნიორი, რა თქმა უნდა, ცოტაოდენი პილპილი მარილი, გემოვნებით უკვე და ეს უნდა წამოდუღდეს გაზზე. ნუ ეხლა ამ დარბაზში ამის საშუალება რა თქმა უნდა არ არის და მე უკვე მაქვს გამზადებული გვაქვს соуსი. соуსი
რომელსაც ამას მოვას, ხო? ზემოდან აი ეს. გემრიელი იქნება. ტარხუნა, კარაკი, ცოტა ერთი კვილი ნიორი და რა დაუმატე კიდე? აუცილებლად უნდა გაფორმდეს ლიმნით. მე ამ შემთხვევაში ვიღებ ლაიმას, არ აქვს მნიშვნელობა ეს ლიმონი იქნება თუ ლაიმა იქნება. კარგი, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ვირთევზასგან ღვიძლისგან ძალიან სასარგებლოა და დაახლოებით თევზის კონი მზადდება და რომელიც A და D ვიტამინებს შეიცავს ძალიან სასარგებლო თევზი ყოფილა ვირთევსა და ღვიძლი განსაკუთრებით. მოდი კვლავ ნინოსთან გადავინაცვლებ. თქვენ გაამზადეთ соуსი. соуსი უკვე მზად არის. აი ესე გამოიყურება соуსი, რომელიც შედგება ნაღებისგან, მარილი, პილპილი, ტარხუნა, ხო, ცოტა. დიახ და ღვინო დაუმატეთ. და ეს საკმარისია. აქეთ გვაქვს ბოსტნეული, რომელიც გარნირად უკეთდება ლემონსოლოს. ეს ბოსტნეული არის თუ შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ. ეს არის ყაბაყი, ბადრიჯანი და პომიდორი, რომელიც ძალიან უხდება და ხას უსმენს. შემწვარი, რა თქმა უნდა. შემწვარი ყველაფერი მომზადებული ნაკლები ცხიმით. კარგი, დავაწყოთ თუ შეიძლება. დავიტანოთ. ესე ფორმდება, ეს არაჩვეულებრივი კერძი, რომელიც ყაბახისგან, ბადრიჯანისგან და პომიდორის გარნირით შედგება. რომამ გააფორმა ულამაზესი კერძი, ვირთევზა, ხო, რომა? კი, რომელიც შენ რატომღაც გეგონა კახური. ჩვენთან მოიფოვებო. კახური კერძი გეგონა რატომღაც. რა ისე დასახელება. მაგრამ ოპერატორმა აჩვენა არის, ნახეთ რა ლამაზია როგორი კარგად გამოიყურება. ეხლა დარწმუნებული ვარ მე ჩელეს და მაკოს ნერწყვები მოვადგა. ანიათ ეს უკაცრავად პოვი. კი, ნერწყვები მოვადგა, დარწმუნებული ძალიან უნდათ ამ ყველაფრის დაგემოვნება. ეს ყველაფერი აქ ქართული სახლისთვის სპეციალურად ჩამოდის ეს თევზეუბლი გაუყინავი სახით. ანუ არანაირად გაყინული არ ჩამოდის ევროპიდან. სპეციალურად ქართული სახლის. წითელი როა, რა ქვია რომ რაღაც წითელი. ეს არის დორადო, დავიწყოთ აქედან. დორადო არის ზღვის კაპარჩხინა, ანუ ზღვის კარასი, იგივენაირად. ეს არის სიბასი. ანუ ეს ძალიან მსგავსია ერთმანეთთან. სტრუქტურით, ანუ ცხიმოვნობით, ცილებით, ხო? მსგავსი ხორცები, კი, გემოთი. და ეს თევზი მე მგონი მზარეულმა უნდა გითხრას ეს ზღვის მამალი. ეს არის ზღვის წითელი მამალი. ზღვის წითელი მამალი, რომელიც განსხვავდება ამ ზღვის წითელი მამალი, დიახ. ნახეთ რა ლამაზია. აი ესე გამოიყურება ჩვენი. რა ქვია ამ თევზს შემახსენე? ლემონსოლი. ლემონსოლი, კამბალას ოჯახი და რომელიც აი ესე გამოიყურება ძალიან ლამაზია და ძალიან სასარგებლო იქნება და ძალიან გემრიელი. ეს არის ფინდიკლერი ესეთი. ფინდიკლერი, დიახ, ნახეთ, რომელიც ესე უმათაც იჭმება, სხვათა შორის მე რაღაც ახლა ვეცდები რომ გავხსნა ეს და თუ გავხსენი, ხო ძალიან ხელი არ გაიჭრა რომა. გასახსნელია ამას. ხელი არ გაიჭრა. გასახსნელია ნამდვილად. უმათ იჭმება. რომა ფრთხილად. ცოცხალია. ცოცხალია და უმათ იჭმება ეს რა თქმა უნდა. არ ჩამონანუკა. ეს ამოვარდება რაღაც. დანა ატრია. დანა უნდა საკმაოდ რთულად იხსნება. აი, მე მგონი. დარტი უეფოს დაუკრებიან. მე მინდა რომ დააგემოვნო და მე მითხრა როგორი იქნება. მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება რომამ დააგემოვნოს. შენ დააგემოვნე, კაცო, რომას ნაჭამი ექნება. რომას უკვე დაგემოვნებული აქვს. შენ ასით ვინ დააგემოვნე? არა, აქ დაგემოვნებული. ნანუკა. არ მაქვს არც მე დაგემოვნებული და სხვა. არა აქვს დაგემოვნებული და მგონი რომ ძალიან მაინტერესებს, მინდა გითხრათ, ცოტა ძლიერ დანასავიერებ, თორე ამით ვერ. ხო გეუბნები დანებზე გაიხსნა. აი გაიხსნა. აი გაიხსნა, მოდი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს. აი ესე გამოიყურება. და ეს როგორ უნდა შევჭამოთ, იქნება განსაკუთრებული. მე ვერ შევჭამდი. ლიმონი აუცილებლად, ლიმნის წვენი. ლაიმი. ლის წვენი ეს. ნანუკა, გასინჯე რა გეხვეწები? მართლა გემრიელია მე. მარილი არ უნდა? არ უნდა. ნანუკას გავასინჯოთ. ჩელე, ვინ გასინჯოს? ნანუკა. რატო ხარ ესეთი ბოროტი? ნანუკა. ესეთი იმაში მგონია თავი. აი მომენტი ხო. თუ გახედი თავის იმედი ნანუკა გასინჯე. კი ბატონო, სიამოვნებით. ნანუკა გასინჯე შენ. თუ გასინჯე. აი გავსინჯა ბაბა. გიყვარს ზღვის პროდუქტები ზოგადად ნანუკა? თევზის გარეშე ვერ იზინებს, ვერ იღვიძებს. რაო გოგო რაო. არა ჩვეულებრივი ზღვის გემო. სახელზე გეტყობა
მაგრამ ძალიან კმაყოფილი ხარ. უცნაურია, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია ზღვის პროდუქტები. ნუ გვატყუებ ახლა, მოდი სიმართლე ვილაპარაკო. არ გატყუებთ. ცოტა არასასიამოვნოა თავიდან, მაგრამ ამ თასი რომასაც ძალიან გემრიელი მოეწონა. წვენი აქვს, მინდა გითხრათ. წვენი აქ უფრო გემრიელი, მინდა გითხრათ. თვითონ მეც უნდა დავაგემო. ლიმონთან ერთად იქნება გემრიელი. ო ლიმონთან კი, დაუხრაღუს ლაიმასთან ერთად უფრო გემრიელია, რომელიც დააგემოვნებს ამას აუცილებლად. მანამდე კი ჩამოვთვალოთ დღეს ჩვენ რა გავაკეთეთ. მოდი თუ შეიძლება კაპა ვაჩვენოთ ის სალათი, რომელიც გავაკეთეთ პირველ ჩარტოში, ტუნას სალათი, რომელიც რისგან შედგებოდა, ჩამოგვიჩვენეთ თუ შეიძლება. ტუნა, მოხარშული კვერცხი, ბოსტნეული, სალათის ფოთლები და соуსი. სალათის ფოთლები და соуსი და გაფორმების სახით გამოვიყენეთ კიტრი, მოხარშული კვერცხი და ძალიან ლამაზად გამოიყურება. აქეთ გვაქვს ლემონსოლი, რომელიც არის არაჩვეულებრივი თევზი და გამოვიყენეთ ბოსტნეული პომიდორი, აბახი, ბადრიჯანი და გაფორმების სახით ლიმონი, რა თქმა უნდა, სალათის ფოთლები. ბარემ ესეც დააგემოვნო კახური კერძი, ხო? ვირთევზა. კახური. არაქის სურნელოვანი соусით. არაჩვეულებრივია, ძალიან გემრიელია, რომა. დიდი მადლობა, ძალიან რბილია ეს თევზი. დიდი მადლობა, მე უნდა დაგემშვიდობო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დარწმუნებული ვარ ის სიამოვნეთ ჩვენთან ერთად, სასიამოვნო პოზიტიურ და ენერგიულ დღეს გისურვებთ. რა ვისიამოვნეთ ჩვენ ხარ ნაჭამნასვამი და ჩვენ ვისიამოვნეთ კაცო მე რა თქმა უნდა ნასიამოვნები ვარ თავის ძალიან დიდი მადლობა ნანუკა.